საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა. საქსტატის ცნობით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250 ლარითა და 90 თეთრით განისაზღვრა, მაშინ როდესაც ნოემბერში 255 ლარსა და 40 თეთრში ადგენდა. თანხა 4 ლარითა და 50 თეთრით შემცირდა. საქსტატისვე ცნობით 2024 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი 230 ლარსა და 50 თეთრში ადგენდა. რაც შეეხება შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, საქსტატის ცნობით 2025 წლის დეკემბერში 283 ლარსა და 30 თეთრში ადგენდა, ნოემბერში 288 ლარსა და 40 თეთრს, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260 ლარსა და 30 თეთრს. საქსტატის განმარტებით საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე განისაზღვრება. ეს კალათა მოიცავს მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობისა და შრომის უნარიანობის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, რომ საარსებო მინიმუმი არ ასახავს რეალურ ცხოვრების ხარჯებს, ის არ მოიცავს კომუნალურ გადასახადებს, მედიკამენტებსა და სხვა ყოველდღიურ აუცილებელ დანახარჯებს.